ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტაციით ცდილობენ. საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც განხორციელდა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ არის ფარულობის პრინციპის დარღვევის უსაფუძვლო ბრალდების აღიარება, არამედ ეს განკარგულება არის პრევენციული სახით, რათა თავიდან ავირიდოთ შემდეგ უკვე სხვადასხვა სპეკულაციები. საზოგადოებისთვის გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გასულ არჩევნებზე სხვადასხვა ჩართული მხარეების მხრიდან დაფიქსირდა საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების და ასევე ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევა და ამ საკითხებით შემდეგ სპეკულირება. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებიდან არჩევნებამდე ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი და ბუნებრივია ეს არის ჩვენი ვალდებულებაც.